მოგესალმებით ძვირფასო ვერძებო, მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ ვიდეო თქვენს შესახებ, კონკრეტულად თუ როგორ გამოვიდეთ ჩრდილიდან. საინტერესო ჟღერს თავიდანვე ვინაიდან ვერძებს ჩრდილში ყოფნა არ გჩვევიათ, თუმცაღა ხდება ხოლმე მომენტები, როდესაც გიწევთ დათმობებზე წასვლა მაგალითად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი მთავარი არსი დაივიწყოთ. კონკრეტულად ვერძები, რომლებიც უენერგიობას, იმედგაცრუებას, ხელჩაქნეულობას გრძნობთ ამჟამად, ხო? ჯობია დასვათ ესეთი კითხვა ალბათ თქვენ თავთან, ვისი სცენარით ვცხოვრობ ეხლა მე? ვინაიდან ვერძი პირველი ზოდიაქოს ნიშანი არის, ის განაგებს ნებას, კონცეფცია მეს და ამავდროულად ინიციატივას. თუ კი ამ კონცეფციებს ვერძს გამოართმევ, ესე ვთქვათ, ის უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის. ვერძებს არ უყვართ, როდესაც არჩევანის უფლებას ართმევენ და ისინი ბოლომდე იბრძვიან თავიანთი ნების გამოსავლენად. ვერძების ერთ-ერთი მთავარი ქარიზმა ეს არის დაწყება, წამოწყება და განახლება. როდესაც თუნდაც ვერძის დაბადების დღეს ვუკვირდებით, ეს არის ადრეული გაზაფხული. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც იწყება, როდესაც ბუნება გამოღვიძებას იწყებს, როდესაც გაქვს იმედი. შეიძლება არ გაქვს გეგმა, შეიძლება არ გაქვს კონკრეტული სტრუქტურა, მაგრამ იცი რომ რაღაცა უნდა დაიწყო. ამიტომ ვერძების მთავარი ქარიზმა ეს დაწყება, სტარტაპი, წამოწყება არის. შემდგომში დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოვა სტრუქტურა, მოვა ის მომენტი, როგორ უნდა მოვუარო ამ თესლს, რომელსაც დღეს დათესავ მაგალითად. მერე გამოჩნდება თუ როგორ უნდა უხელმძღვანელო პროექტს, როდესაც უკვე წამოვა პირველი შედეგები. მაგრამ მთავარი ერთ-ერთი რაც არის ვერძისათვის, წამოიწყოს და დაინახოს, რომ თავის ენთუზიაზმს, თავის იმპულსს მოჰყვება კონკრეტული ერთგვარად შედეგები. აი ეს არის ზუსტად ასანთის კოლოფი, რომელიც კარგად განასახიერებს ერთგვარად ვერძების ბუნებას. და რატომ? ვერძების ერთგვარი მისია არის ამ დედამიწაზე დიდი კოცონი დაანთონ. ისინი არიან ზუსტად ის იმპულსები, ის ნაპერწკლები, რომლებიც ადამიანში სიცოცხლის უნარს, სიცოცხლის სურვილს აღვივებენ. ისინი არიან ზუსტად ვინც ჩირაღდანს ცეცხლს უკიდებენ, რომ გაუნათონ სხვებს გზა. ამიტომ არის რომ ვერძი ლიდერობასთან არის კავშირში. ამავდროულად ვერძები არიან საკმაოდ უშიშარი ადამიანები. ამიტომ თუ ჩვენ გარშემო გვჭირდება რამის გამბედაობა, ეს შეიძლება უკვე ზუსტად ვერძებს დაველაპარაკოთ და ვერძებს ვთხოვოთ დახმარება, რომ შემოგვიძახონ. თუმცა, როდესაც თვითონ ვერძები შეიძლება გრძნობდეთ თავს შემოსაძახებლად, ესე ვთქვათ, შეიძლება გაიხსენოთ აქ ესეთი მომენტები. ვერძები ეს არის სითამამის სიმბოლო, ეს არის გამბედაობის სიმბოლო, ეს არის პირდაპირობის სიმბოლო. ვერძებს ძალიან არ უყვართ ტყუილი, არა იმიტომ რომ ინტელექტი არ ყოფნით ან არ შეუძლიათ მოეტყუონ, უბრალოდ ვერძები ამას დროის კარგვად მიიჩნევენ. ვინაიდან ვერძი ისევ და ისევ საწყისი არის, მას ყველაფრის მოსწრება უნდა თითქოს, სიჩქარე და ტყუილი, შემოვლითი გზები, ენის მოჩლექვა ეს მათთვის საკმაოდ წამგებიანი პოზიცია არის და ზოგადად არ უყვართ ადამიანები, რომლებთანაც გამოცნობანა ან ნამიოკობანა უნდა ითამაშოს. როდესაც ვერძი უენერგიობას ან ენთუზიაზმის დაკარგვას გრძნობს, აქ შეიძლება ასეთი კითხვა დაუსვას თავის თავს ვერძმა, სად მაკავებენ, სად მაფერხებენ, სად არის ჩემი წინაღობა. როდესაც ვერძს წინაღობას უქმნი, როდესაც ვერძს ეუბნები, მოდი აბა ჯერ დაფიქრდი, ცოტა მოითმინე კიდე, აქ უკვე მას სრული საპირისპირო ესმის. აქედან გამომდინარე, ეს არის პერიოდი, როდესაც ვერძებმა უნდა და საჭირო არის, შეიძლება ითქვას, დაფიქრდნენ, რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს და სწორ მოქმედებებს აკეთებენ. ვინაიდან სისწრაფე გასაგებია ეს თქვენი ქარიზმა არის, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა გამოვიდეს საკითხი მოჩქარეს მოუგვიანდეს. თუმცა აქვე ამ ანდაზის კონტრარგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი ანდაზა, რკინა როცა ცხელია, მაშინ უნდა დაჰკრა. თითქოს ვერძები ზუსტად ამ მომენტს გრძნობენ. ვინაიდან ვერძები არ ელოდებიან მომენტის დადგომას, საუკეთესო დროის შერჩევას, ისინი ქმნიან თვითონვე ამ დროს, ისინი თვითონ ქმნიან მომენტს, როდესაც ისინი ცხოვრობენ, როდესაც ისინი თავის ნებას ანხორციელებენ და ეს ზოგჯერ სხვა ზოდიაქოებისაგან სრულ აღფრთოვანებას იწვევს ხოლმე. და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაეხმარება ვერძს თვითგამორკვევაში, ეს არის სად ვთმობ ზედმეტად.
სად ვთმობ მე მინდას, როდესაც ვერძები თავს შებოჭილად, შეჩერებულად, ჟენელებულად გრძნობენ, შესაძლებელია აქ კიდევ ერთი ფაქტორი გავითვალისწინოთ. ვერძებო, თქვენთვის მნიშვნელოვანი არის შედეგის მყისიერი დანახვა. აქედან გამომდინარე, თქვენს ენერგიას აამუშავებს ზუსტად ის ქმედებები, რაც ზუსტად ერთ დღეში შესაძლებელია თუნდაც განხორციელდეს. ეს შეიძლება იყოს ერთი ზარი ვინმესთან, ერთი მესიჯი მიწერილი, რომელიც დიდხანია გადადებული გქონდათ, ერთი შეხვედრა უკვე დიდი ხნის უნახავ ადამიანთან, ერთი თუნდაც დალაგებული ადგილი, რომელზედაც დიდი ხანია უკვე დრო და ხელები ვეღარ მივიდა, ან თუნდაც ერთი კონკრეტული მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ვერძებისათვის არ არის რეკომენდირებული განზოგადოება. მათთვის მნიშვნელოვანი არის კონკრეტულ დღეს, კონკრეტული ქმედების, კონკრეტულ საათზე განხორციელება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამომქოქველი მექანიზმი მათი ენერგიისათვის. ვერძებო, მე მესმის, რომ თქვენ საკმაოდ ვიდაჯერებული ადამიანები ხართ და საკმაოდ კარგად შეგიძლიათ სხვებიც დააჯეროთ თქვენს აზრებში, თქვენს შეხედულებებში, თქვენს წარმოდგენებში. თუმცა, თუ ცოტათი შეიძლება უენერგიობა ან უგუნებობა იგრძენით, აქ არ არის საჭირო და თქვენთვის რეკომენდირებული იზოლირება, განმარტოება, არ არის სასურველი ზედმეტი თვითკრიტიკა. ამავდროულად ეცადეთ უფრო მეტად იყოთ აქტიურები რა საკითხში? ახალი და ახალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ახალი ფილმი, ერთი ახალი ქუჩა, ერთი ახალი ქალაქი, ერთი ახალი თუნდაც კაფე, ერთი ახალი კერძი სიახლეს, ახლებურს და ახლებურად განცდილს ვერძისათვის მოაქვს ზუსტად ის იმპულსი, რისთვისაც ცხოვრობს. ასტროლოგები ვერძებზე ხშირად ვამბობთ, რომ ისინი პიონერები არიან თავიანთ საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სახეები ხდებიან იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ. და კონკრეტულად შემიძლია დღეს მოვიყვანო ესეთი ადამიანები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი, ალა პუგაჩოვა, ლედი გაგა, ლადო გუდიაშვილი. და ლადო გუდიაშვილზე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა კიდევ მის გამბედაობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქაშუეთის ეკლესია სწორედ ლადო გუდიაშვილის მოხატული არის. და ეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად ხაზს უსვავს ზუსტად თქვენს გამბედაობას ვერძებო. მიუხედავად დიდი წნეხისა, მიუხედავად დიდი კრიტიკისა და საკმაოდ სერიოზული საშიშროებისა, თუნდაც ფიზიკურ დონეზე გაქრობის, მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირში როგორი მკაცრი რეპრესიები იყო, ლადო გუდიაშვილმა თავის პრინციპებს არ უღალატა, ლადო გუდიაშვილმა გააკეთა ის, რასაც სწორად და საჭიროდ მიიჩნევდა და მან სწორედ მოხატა ქაშუეთის ეკლესია ისე, როგორც მას წარმოედგინა. გარდა იმისა, რომ ეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წავიდა და მხატვართა კავშირის წევრმა რელიგიურ საკულტო ნაგებობის მოხატვა გადაწყვიტა, ამავდროულად მან თავისი ხელწერა გამოავლინა, ინდივიდუალური ხელწერა გამოავლინა სწორედ ამ ულამაზესი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკლესიის მოხატვაში. და დღეს სწორედაც, როდესაც შევდივართ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და ვხვდებით კედლის მონუმენტურ მხატვრობას ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებულს, თვალსაჩინო არის, რომ ის არის მხატვრის ინდივიდუალური შემოქმედება და არა საეკლესიო კანონიკური მხატვრობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძვირფასო ვერძებო თქვენი აქტიურობისათვის და გამოჩენილი ყურადღებისათვის ჩემი არხის მიმართ და ვეცდები მომავალშიც საინტერესო და ინფორმაციული ვიდეოები შემოგთავაზოთ. წარმატებები!